ახლობით უკვე მესამე წელია რაც კეთდება ეს არემონტო სამუშაოები და სარესტავრაციო სამუშაოები. მთლიანად რეკონსტრუქცია მოხდა ნაგებობის. გითხრათ რა, რაც ნახეთ და რომ გამოანგრიეს, გეუბნებთ უკიდურესობამდე იყო ნაგებობა თვითონ პანელი. რაც გაკეთდა ეს აუცილებელი იყო თორე 1-2-3 წელიწადში ალბათ მთლიანად დაინგრევდა. აი აქ რაც არის ეს ყველა მუზეუმი, 4-ვე მუზეუმი, მითოლოგიური მუზეუმი, და ხელოვნების და თვითონ ავტორი გახლავთ ბატონი დიმიტრი ბარგაია, რაც განსვენებელი წინათ ეს დირექტორი იყო ამ თეატრის და დღეს კი მისი ვაჟი გახლავთ. თავის მეუღლეს ხატავდა პროტოტიპად ქალბატონების სახეებში და თავისთავად მუზეი ერქვა, ახლა მეუღლე იყო, შეუძლებელი იყო ალბათ სხვა რამე დაერქვა. აი აქედან გამომდინარეა ეს სიტყვები, რომ მუზეუმის იქ ნახატებში სხვადასხვა ოჯახის წევრებიც კი არის გამოსახული, პირადად ჩემი რა თქმა უნდა, სანამ 1 წლის ვიყავ. აქეთ არის კუთხეებში არის ანგელოზები გამოხატული და ალბათ მაშინ გავდი ანგელოზს და დავიხატე მეც პრინციპში. შემდეგ ეს ყველაფერი ახლა რაც შეეხება თავიდან ბოლომდე შენებას, თქვენ ხედავთ რომ ყველა კუთხე კონტროლში მიმდინარეობს აქ მუშაობა. პირდაპირ მნიშვნელობით სული რეანიმაცია ხდება ფაქტობრივად დროზე ეშველა რაც თავარია და ჯერჯერობით მიმდინარეობს სამუშაოები. ველოდებით რომ მაისში დამთავრდება ეს სამუშაოები და ჩვენი ნანატრი თეატრი დაგვებრუნდება და ალბათ უფრო შემოქმედებით მუშაობას უფრო გავაძლიერებთ რა თქმა უნდა საკუთარი სცენა გვექნება ახალი განათება ყველაფერი სიახლეებთან დაკავშირებული ანუ თანამედროვე განათებას გულისხმობ უძრავი სცენა გვქონდა ტექნიკური თვალსაზრისით გაუმჯობეს და ძალიან პატარა დარბაზი შეგვექმნეს თოჯინების დარბაზი გვექნება ასე რომ ყველა სფეროში შეგვიძლია შემოქმედებითად ვიმუშაოთ. ნიკო ნიკოლაძის ალბათ ძალისხმევით იყო ყოველივე რაც მოხდა რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობას ანუ თბილისი ფოთის მშენებლობას აქ მოხვა ამ პატარა ქალაქის მშენებლობა ანუ გახდა დასახლებული პუნქტი სადაც ჩამოყალიბდა თეატრალური დასი რომლებიც 1891 წელს დაიდგა სპექტაკლი მოლიერის ძალად ექიმი. სტილს რაც შეეხება სტილზე ბევრი სხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ეს არის სოციალისტური კლასიციზმი, უფრო კონკრეტულად რო ვთქვა, ეს არის ნეოკლასიციზმი ბაროკოს ელემენტებით. საბჭოთა კავშირში ამ სტილს ასევე ეძახიან სტალინურ ამპირს და რას ნიშნავს ეს? ანუ საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო ანტიკური პერიოდის არქიტექტურასთან მიმბაძველობა, ანუ ანალოგიები გადმოქონდა. თავდაპირველად ეს სტილი საფრანგეთში აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან პოპულარული გახდა საბჭოთა კავშირში და შეიძლება ითქვას სენაკის სახელმწიფო თეატრიც ამ სტალინური ამპირის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური და განსაკუთრებული ნიმუში არის. ეს სტილი ბევრია სანატორიუმები, საბჭოთა სანატორიუმები გადავხედოთ, გავიხსენოთ, უბრალოდ ბევრგან არის გავრცელებული იგივე ჩვენს ქალაქის ტერიტორიაზე მენში ძირითადად ამ სტილში შენდებოდა ასევე წყალტუბოში ორჯონში და ასე შემდეგ, ანუ საბჭოთა კურორტებზე ეს სტილი ძალიან პოპულარული იყო. მაგრამ სენაკის თეატრი არის ამ სტილის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო მოდელი.